მყინვარწვერზე რო ახვიდე უნდა იყო ან თამსვლელი, ან იდეალურ ფიზიკურ ფორმაში, ან მდიდარი. ამ ჟურნალში წერია ყველაფერი, რაც უნდა იცოდე რო ახვიდე მყინვარწვერზე. რო ჩვენ ამას ყველაფერს გავიგე. თუ წლები არ გივარჯიშია და მეორე სართულზე ასასვლელად ლიფტს იყენებ, მაშინ ცოტა გაგიჭირდება ასლა, იმიტომ რომ მყინვარწვერი ცოტა უფრო მაღალზეა ვიდრე მეორე სართული. მაგრამ არც აუცილებელი მარათონებს დარბოთ. თუ ვარჯიშობ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ აქ დიდი კუნთები და ძალა დიდად ვერ დაგეხმარება, იმიტომ რომ გამძლეობა უფრო გჭირდება. და დიდი რაოდენობით ნების ყოფა, იმიტომ რომ შუაგზაში აუცილებლად მოგინება უკან მობრუნებ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მობრუნდე, იმიტომ რომ მე რეინანებ. და ასაკს არაფერი არ დააბრალო, იმიტომ რომ საკმაოდ ასაკიანი ხალხიც ადის. საბოლოო ჯამში მარტო ის გჭირდება, რომ ასვლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო კარდიო ვარჯიშები და ლაშქრობები. თუ ისედაც ვარჯიშობ, რაც გინდა ის გე. მაგრამ რაც არ უნდა ქნა, ყველა ვარიანტში დაგჭირდება სპეცსახჭურვილობა, რომელიც არ გაქვს და არც გიღირს ყიდვა, იმიტომ რომ დიდი ალბათობით მეორედ არ გამოიყენებ. აუცილებლად დაგჭირდება წერაყინი. ეხლა ნახავთ მე რაში გავმადგა. რეალურად მარტო ერთი ცალი წერაყინი მიგაქვს და ეგეც მაგასაც მხოლოდ ბოლო აღმართზე იყენებ. მანამდე ჩამთითათრებ. და ბოლო აღმართზეც მარტო იმ შემთხვევაშიც გაქვს, რომ თავი დაიცვა თუ ვიღაცა მოწყდა და შენ უნდა დაწვე მაგ შემთხვევაში. ტრიაპები დაგჭირდება ყველა ვარიანტში, მეტე უნდა მისასვლელადაც კი, იმიტომ რომ მეტე უნდა მისასვლელად უნდა გაიარო გერგეთის მყინვარი და ამ მყინვარზე მთელი გზა უნდა გეცვას ტრიაპები. დაცვის კამარი და ორი კარაბინი დაგჭირდება, იმიტომ რომ თოქში უნდა ჩაება და თუ ნაპრალში ჩავარდი იქიდან ამოგათრიო როგორღაც. თოკი დაგჭირდება ყველა ვარიანტში, მაგრამ შენ არ მოგიწევს წაღება. კიდებს დააქვთ ხოლმე ყოველთვის თოკები. ჩაფხუტი დაგჭირდება მიუხედავად იმისა, რომ ცოცვა არ შედის ამ გზაში. ანუ იმისი შანსი, რომ წერაყინი თავში ჩაირტყა ან ქვა მოხვდეს, ნაკლებია, მაგრამ მაინც არის იმის შანსი, რომ ქვა მოხვდეს თავში, იმიტომ რომ ზოგან გზაზე ქვები წვივა. და ამასთან თავფანარი დაგჭირდება, რომელიც ჩაფხუტზე უნდა ერგებოდეს, იმის გამო, რომ მყინვარწვერისკენ რო გადიხარ შუაღამისას პირველზე ან ორზე. და განათება გჭირდება, იმიტომ რომ ლამპიონები ჯერ არ დაუმაგრებია. როხები მეგონა რომ არ დამჭირდებოდა, იმიტომ რომ არასდროს არ გამომიყენებია, მაგრამ აქ გზის სირთულის გამო და იმის გამო ძალიან დამრეცი გზებია ჩვეულებრივთან შედარებით და პლუს მძიმე ჩანთა მიგაქვს და აღჭურვილობა, მაინც გჭირდება, იმიტომ რომ ძალა გადაანაწილო და არ დაიღალო მარტო ფეხებით რო იარო, უცბად დაიღლები ესეთ გზაზე. ბათინგებს რაც შეეხება, სამთავსულო ბათინგები არის ძალიან ძვირი და ძალიან იშვიათად გამოიყენებ, თუ ძალიან ხშირად არ დადიხარ ეგეთ ადგილებში. ამიტომ ორი ვარიანტი გაქვს, შეგიძლია რომ ითირაო ეს ბათინგი, ან შეგიძლია გამოიყენო ჩვეულებრივი საჰაიკინგო ბათინგი. მე მაგალითად ჩვეულებრივი საჰაიკინგო ბათინგი გამოვიყენე, ოღონდ ეს ბათინგი უნდა იყოს, რომ ფუსლს გიფარავდეს გადაბრუნებისგან რომ დაგიცვას და თოვლის უნდა იყოს. ზამთარში უნდა შეგეძლოს ჩაცმა, იმიტომ რომ იქ ძირითადად თოვლზე გიწევს სიარული და მაგრა შეგცვიდა ფეხზე. პლუს მე თერმული წინდები მეცვა შიგნიდან, მაგრამ მაინც შემცვიდა. სამთო ბათინგის წაღებას კიდე ისა აქვს ცუდი, რომ ერთი ბათინგი, ტრეკინგ ბათინგი უნდა გეცვას პირველ დღეს, ან მეტეომდე გზაზე და მაგ დროს ის იმ სამთო ბათინგს ათრევ ჩანთით. თერმული წინდების გარდა კიდე უნდა გეცვას პირველი ფენა, თერმული ზედა და თერმული ქვედა. შესაძლოა შეგიძლია ყველაფერი იგივე გამოიყენო, რასაც რეალიზას იყენებ ხოლმე. თერმული ზევით შუა ფენა გეცმევა, ჩვეულებრივი თბილი ტანსაცმელი და გარედან თოვლის ქურთული უნდა იყოს, რაც თავარი არ აქვს მნიშვნელობა, სასრიალო იქნება თუ სამთამსვლელო. და ხელთათმანზეც იგივეა, შეგიძლია სასრიალოც რასაც იყენებ, იგივე ხელთათმანი წაიღო. ჩემი რჩევა იქნება შიგნიდან ერთი ფენა ბილი ნაჭრის ხელთათმანი ჩაიცვა და გარედან გადაიცვა თოვლის ჩვეულებრივი ხელთათმანი. მიუხედავად იმისა, რომ თოვლში გიწევს სიარული, მაინც გჭირდება საწვიმარი პონჩო. მე არ მომიწია, მაგრამ როგორც მითხრეს, მაგ ადგილებში ძალიან საშინელი თავსხმები იცის ხოლმე. მზის მაზი დაგჭირდება ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ მაქსიმალზე მზე უფრო მეტად მწველი და მავნეა ვიდრე ჩვეულებრივი. აფთია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საერთოდ არ დაგჭირდეს, მაინც უნდა გქონდეს აუცილებელი რაღაცები წაღებული თან, იმიტომ რომ ისეთ ადგილას მიდიხარ, რომ იქ მაშველსაც უჭირს დახმარება, ვერტფრენი ვერ მოვა, მანქანა და ბურანი მით უმეტეს ვერ ამოვლენ. რაც აუცილებელი არის დექსამეტაზონის ამპულა და შპრიცი, სიმაღლის დაავადების რისკი არის და იქ შეშუპებად დაიწყო ეს დაგჭირდება ყველა ვარიანტში, მაგალითად ცოტა მოგვიანებით. თერმული გადასაფარებელი უნდა გქონდეს, საჭმელებს რო ახვევენ ხოლმე დაახლოებით ეგეთი რო არის. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ რამე ტრავმა თუ მიიღე და გაჩერება მოგიწია, სიცივე ეგრევე გირთყავს და მაგ დროს აუცილებელია ეგ მოიხუროს სანამ გაციებას დაიწყებს. ბინტები, ბამბები, დასაკრობები, იოდი, ალბადის ზეჟანგი სტანდარტულად. დანარჩენი კიდე რაც გინდა ის ჩამატე, ესენი აუცილებელია. დექსამეტაზონზე ალბათ ბევრი გეტყვის, რომ არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ არსებობს იმის შანსი, რომ შეშუპება განვითარდეს, მარტო დექსამეტაზონი გიშველის და სანამ ჩაგიყვანენ და სანამ მიხვდები
ხვდებიან რა გჭირს ავადმყოფოში, მანამდე ტრუპი ხარ. სალაშქრო ჭურჭელი და საკვები აუცილებელია, იმიტომ რომ 5 დღით მიდიხარ, 4-5 დღით და ჭამა გჭირდება ამ 5 დღეში. მით უმეტეს ესეც რთულ გზაზე როცა მიდიხარ. იქ რაღაცა კაფეები არის და იქვე შეგიძლია ჭამა, მაგრამ ძანძვირებია. რაც თქინა ის ნაწაიღო ზოგადად გამშრალი საკვები მიაქვთ ხოლმე, ჩურჩხელები, შოკოლადები, სნიკერსები და ეგეთები მიაქვთ ხოლმე. მაგრამ სამზარეულოში ან მორჩენილ საკვები რაც რჩებათ ხოლმე სამზარეულოში ტოვებენ მეტეოს სამზარეულოში და თუ გამოგელია საკვები შეგიძლია იქიდან გამოიყენო. ჩვენც მაგალითად რაც დაგვჭირა ეგენი დავტოვეთ მან. მაგრამ დასალევი წყალი არაა იქ. მოდის განალღობი წყალი, მაგრამ ის არ დაილევა, იმიტომ რომ მაინც განალღობია, არც ელექტროლიტები აქვს, რაც გჭირდება წყლისგან იმას ვერ იღებ. და პლუს შეიძლება დიარეა გამოიწვიოს, იმიტომ რომ ბაქტერიებით იქნება სავსე. ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა აიტანო შენი სამყოფი წყალი. უნდა გათვალო დღეზე მინიმუმ 1 ლიტრი წყალი. ანუ 4 ლიტრი წყალი უნდა წაიღო. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მთელი გზა შენ უნდა ათრიო. შეგიძლია ცარიელი ჭურჭელი წაიღო და საბერწეზე, სადღაც ნახევარ გზაზე, პირველ საბანაკეზე სასმელი წყალი მოდის, წყარო არის. და შეგიძლია მან დავსვო და მაქედან აიტანო წყალი. გარეთ დაძინებას თუ აპირებ, დაგჭირდება კარავი, 4 სეზონიანი უნდა იყოს ოღონდ. ყინვისთვის, ანუ -5 გრადუსიანი უნდა იყოს. ჩემი კარავით რაც ეგეთი არ ყოფილა, სადღაც $70 მაქვს გამოწერილი, მაგრამ იმუშავა. მარტო კარავი ვერ დაგიცავს სიცივისგან, შიგნით დაგჭირდება პარალონი, ანუ ქვეშ საგები და საძილე დაგჭირდება, ყინვის საძილე, ანუ -2, -5 გრადუსი უნდა იყოს კომფორტული. და საძილეში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვა თერმული, უფრო შეგწვიდება. ანუ ერთი ფენა ჩვეულებრივი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა. აქედან უმეტესობის ქირაობა შეგიძლია, სადღაც 4-5 დღით და დღიურად იხდიფ თანხას. ძირითადად ამას ქირავებ ხოლმე გიდისგან, მაგრამ თუ გიდს არ აქვს, ცალკეც აქირავებენ ხოლმე. ფასები და ნომრები კომენტარებში იქნება, იმიტომ რომ ვიდეოში რო თქვა, შემდეგ სეზონზე უკვე მოძველებული იქნება. თუ გიდი ხარ ან აღჭურვილობას აქირავებ, შეგიძლია ნომერი დატოვო კომენტარებში. ამ ყველაფერს რო იქირავებ და ჩაალაგებ, მე შეიძლება მიხვდე რომ მაქსიმუმ ძიმის თრევის თავი არ გაქვს. მაგ შემთხვევაში შეგიძლია დაიქირავო ცხენი. ეს ცხენზე ზოგადად 5 ჩანთა ეტევა, ამიტომ მთელ ჯგუფს ერთი ცხენი გეყობათ. მაგის დაქირავებაშიც გიდი დაგეხმარებათ. პარკინგზე აკიდებთ ცხენს ჩანთებს და მეტეოზე ხდება რო ახვალ. ამის მერე სუბუქად ან ძიმეთ გააჩნია როგორ გადაწყვეტ. შეუდგები გზას. გზა იწყება გერგეთის სამების პარკინგთან. ცოტა მოშორებით რა იმ პარკინგთან. აქ შეგიძლია მანქანით წახვიდე და დატოვო იქ, იმიტომ რომ ფასიანი არ არის და არავინ არაფერს დაუშავებს. მაქსიმუმ ცხენი გაედოს და საკე მოგიკეცოს. ამიტომ მოკეცილი დატოვე რომ მეორე მხრიდან თუ გაედო შეიძლება მოგიტეხოს. ჩვენ მაგალითად წინა დღეს წავედით, მანქანა დავტოვეთ და იქვე გავათიეთ ხამი. პარკინგის მეორე მხარეს არის კარგი ადგილი საკემპინგოდ. თუ ტურით მიდიხარ, მაგაზე შეგიძლია არ იდარდო, იმიტომ რომ ტურში შედის ხოლმე გადაყვანაც იქამ. პირველი დღე მთლიანად ეთმობა მეტეომდე ასვლას. ამ გზის პირველი ნაწილი არის დაახლოებით 5 კილომეტრი და ათიხარ საბერწემდე. აქ შეგიძლია ავსო სასმელი წყალი. აქამდე გზა დიდი არაფერი, ანუ საკმაოდ აღმართებია, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. საბერწედან უკვე მეტეომდე დაახლოებით 3,5-4 კილომეტრია. აქ უკვე რთულდება გზა და გერგეთის მყინვარის გავლა გიწევს ტრიაპებით. სადღაც 1,5-2 კილომეტრი იყო გერგეთის მყინვარზე სიარული. ასვლის მერე მეტეოზე ათევ ღამეს, ან კარავში, ან მეტეოში. მაგრამ მეტეოში თუ გინდა ღამის გათევა, წინასწარ უნდა დაჯავშნო და უფრო ძვირი ღირს ვიდრე საკარვე ადგილი. ეგენც კომენტარებში იქნება. თვითონ საბანაკეს რაც შეეხება, წყალზე წეღან როგორც თქვით, მარტო განალღობი წყალია და არ ღირს დალევა. გარშემო ცოტა სიბინძურია, მეტალის დაჟანგებული რაღაცეები ყრია. ნაგავიც ასე თუ ისე. იმის გამო რომ სიცივეა და ტუალეტი არ არის აქ, გარშემო სულ მოსაქმებულებია. დანაღმული მინდორივითა და თუ ყურადღებით არეული შეიძლება ფეხით უწო. თუ გაგიმართლა შენსაშია. სხვა მხრივ, ბევრი თაგვებია, კარვის და საჭმლის ღიად დატოვება არ ღირს. ტელეფონი ერთ ადგილას იჭერს მარტო ზუსტად მეტეოს წინ, დროშასთან და ზევით ბეთლემის ეკლესიასთან. ამ ეკლესიასთან ადიხარ შემდეგ დღეს. მეორე დღე არის საკლიმატიზაციის დღე. მეტეო არის 3600 მეტრზე. საკლიმატიზაციო გასვლა მეორე დღეს არის 3975 მეტრზე ბეთლემის ეკლესიასთან. და ეგ იმისთვისაა, რომ შეამოწმო რამდენად შეეგუა შენი სხეულის სიმაღლეს. თუ ვერ შეეგუა, დაგეწყება სიმაღლის დაავადება. ხშირად აქვთ ხოლმე, რომ თავის ტკივილი ეწყებათ, გულისრევა და ეგეთი სიმპტომები. მაგრამ რაღაც დროის მერე მაინც ეგუება. 3900 მეტრი იმ სიმაღლე არ არის, რომ ხშირი იყოს სიმაღლის დაავადება, მაგრამ მაინც საყურადღებოა. იმის გამო რა წნევა იცვლება და ჟანგბადი ნაკლებია, სხეულს უჭირს შეგუება და შეიძლება დაგეწყოს თავის ტკივილი, ტუჩების გალურჯება, თითების გალურჯება, თაბრუსხევა, გულისრევა, ეგეთი რაღაცეები. უმეტეს შემთხვევაში ესენი გაივლის, მაგრამ ხდება ხოლმე ისეც, რომ არ გადის. ანუ ვერ ეგუება სხეული. თუ მაგალითად თავის ტკივილი გაქვს ისეთი, რომ
კიბილგამაყუჩებელს ვერ შველის, კიბილგამაყუჩებელის თან უნდა გქონდეს. თუ ქოშინი გაქვს, როცა ისვენებ მაშინაც, ტუჩები და თითები გალურჯებული გაქვს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ვერ შეეგუე. აუცილებელია მაგ შემთხვევაში, რომ ქვევით ჩამოხვიდე უფრო და ან ცოტა მეტი ხანი აცალოს სხეულს, რომ შეეგუოს, ან აღარ გააგრძელო გზა. იმიტომ რომ თუ გააგრძელე ამ შემთხვევაში დაგეწყება ტვინის და ფილტრების შეშუპება. ტვინის შეშუპება მეტნაკლებად მარტივი ამოსაცნობია, იმიტომ რომ ცნობიერება გაქვს დაბინდული, უწყვეტი ტკივილი გაქვს და შეიძლება კუნჩხვების დაგეწყოს. და მაგ შემთხვევაში ჭირდება ზუსტად დექსამეტაზონი და მე სავატყო. ფილტრების შეშუპებას ვერ გაიგებ ეგრე მარტივად. ამიტომ სარისკო ამ სიმპტომების შემთხვევაში გზის გაგრძელება. მაგას გიდიც გეტყვის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებ და ხლებისასაც. უმეტეს შემთხვევაში გადიან ხოლმე აკლიმატიზაციაზე. თუ აკლიმატიზაციას გაივლი, მე არის ტრენინგი. იმავე დღეს გიდი ჩაგიტარებს მაგ ტრენინგს. თოქში ჩაბმული სერვლის ტრენინგი, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცე, ვიღაცა რომ მოწყდება, როგორ უნდა დაიცვა იმისგან, რომ შენს არ გაყვეთან. ამ ყველაფერს რო გაივლი, მესამე არის უკვე მყინვარწვერისკენ გასვლა. გზა სიგრძეში არის 7 კილომეტრი. და გიწევს ქვებზე სიარული, ქვიშაზე, თოვლზე, ინულზე და ძირითადად თოკებში ხარ ჩაბმული და წრიაპები გაცვია. სანამ გახვალ ერთი მნიშვნელოვანი რაც არის რომ ჩემი არხი უნდა გამოიწერო. იმის გამო რომ გასვლა შუაღამისას არის, უნდა ელოდებოდე რომ ძალიან სიცივეში მოგიწევს თავიდან სიარული. ჩვენ დაგვემთხვა -13 გრადუსი. შენ თუ ადრე ან გვიან სეზონზე წახვედი, უფრო დაბალ ტემპერატურას უნდა ელოდებოდე. ძირითადი სეზონი არის შუა ზაფხულიდან სექტემბრის ბოლომდე. ზამთარშიც არის ხარხიანასვლელი და ადის ხოლმე, მაგრამ ტურები არ კეთდება, იმიტომ რომ უფრო რთულია. მყინვარწვერამდე რო ადიხარ 7 კილომეტრი შეიძლება ცოტა გეგონოს, მაგრამ ისეთი გზებია რომ შუალობრივი 7 კილომეტრი არ არის. შენ რო გონია რომ საათნახევარში ფეხით გაივლი 7 კილომეტრს, აქ რეალურად გჭირდება საშუალოდ 10 საათი. მე უფრო მეტი დამჭირდა მაგალითად 13 საათი დაგჭირდა ასასვლელად. ჩამოსვლაზეც 6-7 საათი უნდა ივარაუდო და ისიც გაითვალისწინე რომ შენ როგორ კარგ ფორმაშიც არ უნდა იყო, ჯგუფი იმ სიჩქარით დადის, როგორც ჯგუფის ყველაზე ნელი წევრი. ამ გზაზე ძალიან დატვირთული არ მიდიხარ, მარტო საჭმელები მიგაქვს, წყალი და აღჭურვილობა. ანუ ძალიან მძიმე ჩანთა არ გაქვს. შუალობრივ საჭმელს ვერ წაიღებ, იმიტომ რომ იქ საჭმლის მომზადებას ვერ დაიწყებ. ამიტომ მიაქვთ ხოლმე ჭურჭხელა, შოკოლადები, რაღაცა ეგეთები. ხავა და ჩაის თუ წაიღებ, ეგეც კარგია, მაგრამ ტუალეტში თუ მოგინდა, გაითვალისწინე როგორ მაგრათაც არ უნდა მოგინდეს, თოკიდან ვერ ჩაიხსნები. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ დანარჩენი ჯგუფის წევრები შეტრიალდნენ და ეცადონ, რომ არ მოგისმინონ. ყველაზე მთავარი ამ გზაზე სიარულისას არის ის, რომ გიდს უნდა დაუჯერო. ბოლო აღმართამდე რო ადიხარ, იქ მდელოსავითა და მაგ მდელოზე ვეტოვებ შენ ყველაფერ აღჭურვილობას, ჩოხებსაც და გზას აგრძელებ მარტო წერაყინით. იმიტომ რომ ეგ ბოლო აღმართი არის ძალიან დამრეცი და ზევით ძირითადად ეს რასთან აზრი ესენი არ გჭირდება. თან დიდი ხანს ვერ გაჩერდები, იმიტომ რომ საშინელი ქარია და საშინად ცივა. და ბოლოს ყველაზე მთავარი რაც არის გიდი. პირველ ჯერზე თუ ადიხარ, აუცილებელია გიდი. იმიტომ რომ ისიც ოდნავ გჭირდება ესე თეორიულად რომ ისწავლოს ადმე ამ ვიდეოებში ნახონ, შეიძლება გეგონოს რომ ყველაფერი იცი რაც გჭირდება, მაგრამ იქ საქმეზე რომ იმიდგება აღმოჩნდეს რომ ვერაფერში ვერ იყენებ მაგ შენ ცოდნას. ამიტომ თუ პირველად მიდიხარ, გიდი აუცილებელია. თანხას რაც შეეხება, გიდი იღებს თანხას ერთ ასვლაზე. ან შეგიძლიათ ეს თანხა ჯგუფმა გაიყოთ შუაზე. თანხაც კომენტარებში იქნება, იმიტომ რომ ყოველ სეზონზე იცვლება. ჯგუფი არის 3 ან 4 კაციანი გიდის გარეშე. ხომ მყინვარწვერს ტურის და გიდის მოძებნა არა სხვათა შორის რთული, იმიტომ რომ Facebook-ზე საკმაოდ ხშირად იპოსტება ხოლმე მყინვარწვერის ტურები. ხო და რაც მთავარია გიდს წინასწარ უნდა შეუთანხმდე, რას ელოდები ამ ტურისგან. თუ მაგალითად შენ გირჩევნია რომ ხშირი შესვენებითია რომ და ვიდეოები ან სურათები გადაიღო და გიდს ეგ არ აწყობს, მაგ შემთხვევაში ვერ შეეწყობით გზაში, იმიტომ რომ ესეც რთულ გზაზე და ამდენი ხნით ყოველთვის ყველა კაი ხასიათზე ვერ იქნება. მაგის გამო შეიძლება უთანხმოება მოგივიდეთ. მაგის გამოა რომ წინასწარ უნდა შეუთანხმდე გიდს რა და როგორ იქნება. თუ გაინტერესებთ ჩემი ასვლა მყინვარწვერზე, ამ ვიდეოზე გადადი. და არხიც გამოიწერე.